მოგესალმებით. დღეს 27 ნოემბერია. მინდა გადავიღო როგორ გამოიყურება ეზო დღეისთვის. მალე უკვე დეკემბერი უნდა დადგეს და ნახეთ ვარდები რა დღეშია. ესე იგი დილით უკვე აცივდა, დინდილობით ცივა ხოლმე. ბალახი თეთრად არის ხოლმე, მაგრამ ზერო გამოვა. გამოცოცხლებიან ხოლმე ვარდები ისე. კი ცივა ღამით, მაგრამ ყინვები ჯერ არ არის. ასე არიან გადაპენტილი ვარდები. ახლოდან არ ვაჩვენებ, რა თქმა უნდა, უკვე დაავადებულები არიან. ეს ვარდი კი ყოჩაღად გამოიყურება, მაგრამ ზოგ ფოთოლი საერთოდ ან გასცვივდა, ან თლად თეთრი დგანა, ის ნაცარი აქვს, შავლაქიანობაც არ არის გასაკვირი. სკოში მოხვედე და ჯერ არ გადაგვეყრია ეს ფოთლები. რა ვიცი, ალბათ დავტოვებ ამ ფოთლებს, რომ თბილად იყვნენ კაქტუსები. ლამაზად ყვავის. ყველას ძალიან მწვანე ვარდია დაავადებული. ძალიან ავადმყოფია. ალბათ ყველა ვიდეოში ვიძახი ამას. ლამაზი ყვავილი კი აქვს, მაგრამ ისე ზაფხულშიც ასეთ დღეშია ხოლმე. რა ვიცი, არც წამოვა შველის არაფერი. ეს ჩემი Blue Moon. ლამაზე და გვერდით ასეთ. Gloria Dei. ხეს კიდევ დარჩა ფოთლები. კიდევ არ ჩამოსურა ბოლომდე ფოთოლი. ტრაქტორმა აიარა და პაუზას დავაჭირე ხელი. ერთი სიტყვით რას ვამბობდი, ამ ხიდან ამდენი ფოთოლი და ხა აქ დამრჩა კიდე. გასასუფთავებელი. ჩამოდის და ჩამოდის ეს ფოთოლი. ასე რომ აქ ასეთი სილამაზე მაქვს. შემოდგომის ეზო ჯერ კიდე დარჩა კაკალზე. ცოტაღა დარჩა ყვითელი ფოთლები და მალე ეს ხეც მოშიშულდება. ხილები უკვე არა, აქეთ კიდევ არის ფოთლები.
რა პრეში ხართ? რაც ეს ქათამი არ მომწონს ერთი ამობუსული დადის ეს დიდი ქათმები ვარიკები გამოვუშვა რომ ხერა გაიზარდა ეს მამალის სამი მამალი მყავს ზედმეტია ცოტა მოიზრდება და ალბათ ამასაც დავკლა ლამაზი მამალი გამოვიდა ეს თაში ჯერ არ არის თოვლი მოსული გავისეირნოთ სხვა ვარდებშიც ავალ რადგან გადავწყვიტე დღეს ვიდეოს გადაღება გასუფთავებულ ბილიკით წავიდეთ ეს შავი ვარდი რაღაც აღარ ყვავის ჩამოახმა უკვე ასეთ ყვავილები ვარდები ლეძი უშალოდ უხვად ყვავის ვარდმა არ გაიგეცა კოკრები ახალი ყლორტები კი გაიგეთა ამ სიგრძე მაგრამ ყვავილები არ აქვს ესე იგი ეს არის ერთჯერადი ყვავილი ვარდი ერთხელი ყვავილა მაისში და მის მერე აღარ ჰქონია ყვავილები ჰორტენზიას შესცივდა აი ესე გამოიყურება ცოტა შორის შარშან ეს ჰორტენზია საერთოდ გამეყინა მეზობელს უდგა დიდი ბუჩქი და გაუკვირდა კიდეც არაო არ იყინებაო შვენივად გამოიზამთრალდა ეს რაც იყინება არ ვიცი ჩემი ბოსტანი ხუში სულ გააფუჭეს ქათმებმა რამდენი ხანია წვიმა არ ყოფილა აკლია მორწყვეს რა თქმა უნდა არ დავიწყებ აქ ეს ჰორტენზიების საერთოდ თითქოს ჩამოჭკნა და მომიწია ერთი ვედრო წყალი კი დავასხე
კინძი გვაქვს, ჭარხალი ჯერ კიდევ არ მომიღია. დარჩა რამოდენიმე ცალი. კინძი. გვარდები, კიდევ დარჩა რამოდენიმე ძირი გადასარგავი. აბრაჰამ დერბი. ყვავის. ამოსასუფთავებელია. მოვიცლი მერე კიდევ რომ დათბება დილიდან ცივად. Gloria Dei. ანუ პრეზიდენტი. ამასი ვარდია ძალიან. ცოტა ყვავიან ძირითადად ეს ძველი ჭიშის ვარდები. ეს ფარფლოჩ აგერა მხელა გაიზარდა, არც ერთი ყვავილი აღარ აქვს. იასამისფერი ყვავილი იყო, ძალიან სურნელოვანი. მზე არ უყვარს. ახლა ასეთი შიშველი დგას, საერთოდ მთელი ფოთოლი დაკარგა. გაყვითლებული, დაავადებული. გუშინას ვარდი, გავსხალი. სამხელა იყო, აყლაყობდა გაზრდილი. არც კი ყვაოდა. თითოეულა ყვავილი ჰქონდა, გადავჭირი. მომაბეზრა თავი. გუშინ ავჭერი, თუ დამავიწყდა, სახლში შემეტანა ეს თაიგული. ჩვენი პომპონელა. გუშინ ჯერ კიდე კარგად გამოიყურებოდა ეს ყვავილი. დავტოვე და ხელოტყობა გაიყინა სავით, ამასაც ამოუგლეჯო. ჰორტენზია ვეღარ და ვეღარ მოვჭერი, ეს ხა უკვე გადავჭრი და გადავყრი. ვაზაში უნდა ჩამეწყო და ვეღარ და ვეღარ მოვიცალე. ჩვენი კარალიოკი. ის ნახევარი ხურმა, ნახევარი კარალიოკი. ასე გამოიყურება. ძველი ხიარის. არ ვიცი კი რამდენი წლის არის. კომსაც ნელა ჩამოსდის ფოთოლი. დიდი ხე გაიზარდა. გვიყვარს კუმშის მურაბა. ესე უცბად შემოვირბინეთ ეზო. ყვავილებს ჩავაწყობ ვაზაში. აკრა სიტუაცია გვაქვს.
ორიადი. ой, აქ არ შემოსულ არ გუშინდა ეს ქათმებს გადმოუქექიათ. ეს თურქული მიხაკი. რა გაუკეთებიათ. ციტყვით ქათმებს რო გამოუშვებ, ქვევით მუშაობდი მე გუშინდა აქ თავისთვის აუოხრებიათ აქაურობა. თეთრი ვარდი. ძალიან ავადმყოფი ვარდია. ზაფხულშიც უშიშველი დგა ხოლმე. ერთი ფოთოლი არა აქვს და ეხლაც შავლაქიანობა აქვს. საშინლად გამოიყურება. მაგრამ თეთრი ვარდები სხვა არა მაქვს, ამიტომ რა ვიცი, მეწოდება. ზოგჯერ იტყვიან ხოლმე, ეს ვარდი ძალიან ავადმყოფია, მე ამისთვის ახლა დროს ვერ დავხარჯა, უნდა ამოვძიეკო, გადავაგდო. მაგრამ მეწოდება ხოლმე, რა ვიცი, გადასაგდებად მენანება. არა და რა ვიცი, ავადმყოფობს. იყოს. მოედო ეს ყვავილი, ბალახი, არ ვიცი რა ქვია, გაზაფხულზე ძალიან ლამაზად თეთრი ხალიჩა არის ხოლმე, მათ პატარა წვრილი ყვავილები აქვს. ასეთი ხედია. შორიდან გადავიღო. ვიდეოსაც დავაწერ, აღნიშნავ, რომ 27 ნოემბერია. ლეღვიც უკვე მოშიშულდა. ნოემბრის ბოლოსთვის ერთი ფოთოლი აღარ აქვს. დიდი მადლობა, ვინც ჩემთან ერთად დარჩით ბოლომდის, გამოიჩინეთ ინტერესი. ნიორი დამავიწყდა, დამეფიქსირებინა. ნიორი. აღარ მახსოვს როდის დავთესი, ნუ რაღაც ვიდეოში მიწერია თარიღიც. როდის დავდგე ნიორი, აგერ ამოვიდა უკვე. წეს მხოლოდ ასე ორი რიგი ნიორი დავთესე, დავრგე როგორ არის სწორად. შაშან 4 მქონდა და ისე მიკიდია ის გალები. ნიორს არც ავხმარობთ. აი ასე, აქ ქათმებმა გამიფუჭეს, ხელახლა აქვს ჩასარგავი. აქ ჯერ ანაოხრებული გვაქვს აქაურობა. არის მეუღლე ჯერ არ ახნავს აქ. უფრო სწორად შემისწორა, კულტივაცია არ აქვს შერჩატარებული. საკეთაც ვარდები თითოეულა. ეს ვარდი გავაკეთე შრაბივით, მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ მაინც იმხელა ყლორტებს იკეთებს. კიდევ ვცდი აქ ესე გადაუჭრი აქ მაღლა, ბუჩქივით გავუკეთებ და ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ ხის ძირშია აქ ამოსული. შეიძლება მერე გადაურგა. ამჯერად კი მართლა გემშვიდობებით.
ჩემი თაიგურით კარგად ბრძანდებოდით. მადლობა ყურადღებისთვის.